გამარჯობა, ეთერშია კურიერი 12 საათზე ახალ ამბებს ანუკა ბუავა გაგაცნობ. საქართველოს ახალი რიგით მე-6 პრეზიდენტი ყავს მიხეილ ყაველაშვილი არაპირდაპირი წესით საარჩევნო კოლეგიამ აირჩია. კენჭისყრაში მონაწილე 225 წევრიდან 224 ბიულეტინი ნამდვილი, ერთი კი ბათილია. პრეზიდენტის არჩევნების პროცესში ბარიერ გადალახულმა ოპოზიციამ მონაწილეობა არ მიიღო და საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე პროცესი მათმა ნაწილმა პარლამენტთან გააპროტესტა. წინ ინაუგურაცია საქართველოს არჩეული პრეზიდენტი კონსტიტუციაზე ფიქს 29 დეკემბერს დადებს, თუმცა მისი წინამორბედი ორბელიანების სასახლის დატოვებას არ გეკმავს. რა პოლიტიკური შეფასებები კეთდება თემაზე და ვინ როგორ ხედავს პროცესის განვითარებას, დეტალებით შოთა ფალავანდიშვილია პირდაპირ ეთერში და მისგან მოვისმენთ უფრო მეტს. შოთა, გისმენთ. მიუხედავად იმისა, რომ თბილისში პროტესტი თავდაპირველად ხელისუფლების იმ გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომელიც 2028 წლამდე მოლაპარაკებების გახსნის შესახებ მოთხოვნის თვითინიციატივით დაყენებას აღარ გულისხმობს, დღეს ოპოზიციის დიდი ნაწილი ამბობს, რომ აუცილებელია კრიზისის განსამუხტად ხელახალი არჩევნების ჩატარება, რაც პირდაპირ იქნება მაშინ მათ შორის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაბათილებასთანაც ოპოზიციაში განმარტავენ, რომ ლეგიტიმაციის პრობლემა დგას დღეს არჩეული პრეზიდენტის და მათი აზრით მნიშვნელოვანია, რომ ამ პრობლემის გადასაჭრელად მოხდეს პოლიტიკური შეთანხმების მიღწევა მათ შორის ხელახალი არჩევნების შესახებ. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, არა აქვს მნიშვნელობა დატოვებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის სასახლეს ორბელიანებზე და რა პროცესები განვითარდება, იმიტომ რომ ლეგიტიმაცია არ არის დამოკიდებული სასახლეზე. შესაბამისად, ოპონენტების მოთხოვნა მთავარი კვლავ რჩება ვადამდელი ხელახალი არჩევნების ჩატარება. შენობიდან გავა პრეზიდენტი თუ არ გავა, ეს არ ცვლის იმას, რომ მისი ლეგიტიმაცია დაიკლებს. შენობაზე არ არის მიმული მისი ლეგიტიმაცია და აქედან გამომდინარე ყაველაშვილის ეგრეთ წოდებული პრეზიდენტობა საერთოდ არ ცვლის იმას, რომ ქვეყანაში არის მათ შორის ლეგიტიმაციის კრიზისი. სახელმწიფო გუნდში განმარტავენ, რომ პროცესი, რომელიც გუშინ ჩატარდა პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით, იყო სრულად ევროპული და დემოკრატიული და საქართველოს კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა სრულად საპარლამენტო რესპუბლიკად ჩამოყალიბებისკენ. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ ის დროა, რომ უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა ახალი სამსახური ეძებოს, რადგან რეალურად 29 დეკემბრიდან პოლიტიკური პროცესები სრულიად სხვა დინებას მიიღებს. საპარლამენტო უმრავლესობაში მიხეილ ყაველაშვილის შესახებაც ისაუბრეს, თქვეს, რომ ყაველაშვილი იქნება პრეზიდენტი, რომელიც დაასრულებს ქვეყანაში, ასე ვთქვათ, პოლარიზაციას და ახალ სიტყვა-სიტყვის საპრეზიდენტო ინსტიტუტის გაძლიერების კუთხით. ყველანაირი წითელი ხაზი გადაკვეთა ჯერესებთ სალომე ზურაბიშვილმა და არ ვიცი, ფსკერი ჩაანგრია და ამის იქით თუ რამე კიდე არსებობს, მე არ ვიცი იმის მაგერად, რომ საზოგადოებას თანხმობისკენ მოუწოდო, ზუსტად იცის თან არჩევნები არ გაყალბებულა, ზუსტად იცის ისიც, რომ ევროპული კურსის ცვლილება არც ადრე და არც ეხლა საქართველოს არ ემჩნევა, პირიქით უშველებელი მაჩვენებლები აქვს, ძალიან კარგი მაჩვენებლები აქვს აი ამ სტანდარტების მიხედვით, თანაც საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დამტკიცებული და ვფიქრობ, აქედან უნდა გამოდიოდეს წესით კეთილსინდისიერი ადამიანი პრეზიდენტი იქნება ეს თუ ჩვეულებრივი მოქალაქე. საქართველოს საპარლამენტო რესპუბლიკად ჩამოყალიბების ეს მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო პროცესი ფაქტიურად დასრულდა და ქვეყანა არის ევროპული საპარლამენტო რესპუბლიკის მკაფიო ძალიან ნათელი მაგალითი შესაბამისი სტრუქტურებით, შესაბამისი ლეგიტიმური ხელისუფლებით, ძალიან მალე უკვე პრეზიდენტით და ქვეყანა ბუნებრივია აგრძელებს თავის სვლას ევროპული ქვეყნის გაერთიანების, ეკონომიკური პროგრესის მიმართულებით. რა თქმა უნდა, პრეზიდენტის როდესაც შეუდგება თავისუფლებამოსილებას, ის შეგზამდება იქ იმ სასახლეში, რომელიც მას ეკუთვნის კონსტიტუციით და იმ წესრიგით, რაც საქართველოში არსებობს. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები ახალი წესით კოლეგიამ გუშინ 14 დეკემბერს საკანონმდებლო ორგანოში ჩაატარა 224 ხმით მე-6 პრეზიდენტის თანამდებობას 29 დეკემბერს უკვე ოფიციალურად მიხეილ ყაველაშვილი დაიკავებს. შოთა მადლობა, შოთა ფალავანდიშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში.
BBC საქართველოში პრეზიდენტის არჩევნებს ეხმიანება. ბრიტანული მედიის ინფორმაციით საარჩევნო კოლეგიამ მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს პრეზიდენტად პირველსავე ტურში აირჩია. მას ხმა 224 დეპუტატმა მისცა. 53 წლის ყოფილი ფეხბურთელი პარტია ხალხის ზალის წევრია. მისი კანდიდატურა წარდგენილი იყო პარტია ქართული ოცნების მიერ. ახალი პრეზიდენტის არჩევის პარალელურად საქართველოს პარლამენტის წინ დემონსტრანტები შეიკრიბნენ, ამბობს BBC-ს ჟურნალისტი. საქართველოს მე-6 პრეზიდენტი მილოცვებს იღებს. მიხეილ ყაველაშვილმა პირველი მიწვევა სერბეთის პრეზიდენტისგან მიიღო. გილოცავთ საქართველოს პრეზიდენტად არჩევას. გისურვებთ წარმატებით და გონივრულად შეასრულოთ თქვენს წინაშე მდგარი საპატიო და საპასუხისმგებლო მოვალეობები. დარწმუნებული ვარ თქვენი დაუღალავი ძალისხმევით საქართველოს მოქალაქეთა კეთილდღეობისთვის გაამართლებთ გამოცხადებულ ნდობას. ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტის ალექსანდრ ვუჩიჩის მიხეილ ყაველაშვილისადმი მილოცვაში აღნიშნული. ვუჩიჩის თქმით იმედოვნებს ის, რომ მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტობა ახალ შესაძლებლობებს შექმნის სერბეთსა და საქართველოს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისთვის. გიწვევთ მეგობრულ სერბეთში ვიზიტით, რაც დამატებით იმპულსს მისცემს ჩვენი ყოვლის მომცველი ურთიერთობების გაძლიერებას, აღნიშნულია პრეზიდენტის მილოცვაში. მიხეილ ყაველაშვილს ულოცავს სომხეთის პრეზიდენტიც. ვულოცავ მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას, გამოვხატავს სრულ მხარდაჭერას და მზადყოფნას ვითანამშრომლოს სომხურ-ქართულ ტრადიციულად ძმური ურთიერთობების სასარგებლოდ. პრეზიდენტს მომავალ საქმიანობაში წარმატებას უსურვებ, დაწერა სომხეთის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში. პრეზიდენტად არჩევა მიხეილ ყაველაშვილს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმაც მიულოცა. საქართველოს მე-6 პრეზიდენტმა პირველი მილოცვა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევისგან მიიღო. მისალოც წერილში ნათქვამია, ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები, რომელიც აგებულია მყარ საფუძველზე და დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემასა და ნდობაზე, დღეს სრულყოფილად და წარმატებით ვითარდება. ჯერა რომ არ დავიშურებთ ერთობლივ ძალისხმევას ჩვენი სახელმწიფოთა შორისი ურთიერთობებისა და სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განმტკიცებისა და გაფართოებისკენ, ჩვენი ქვეყნებისა და ხალხების საკეთილდღეოდ, ჩვენი რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნელ საყოფად და მისი ეკონომიკური პოტენციალის რეალიზებისთვის, წერია ილჰამ ალიევის წერილში. დიალოგისთვის ერთადერთი სივრცე მხოლოდ საკანონმდებლო ორგანოა, ასე ხედავს მმართველი გუნდის შექმნილი ვითარებიდან გამოსავალს. საფრანგეთის პრეზიდენტის მოწოდების შემდეგ ქართული ოცნება ოპონენტებს სამუშაო სივრცეში დაბრუნებას და პასუხისმგებლობის აღებას კიდევ ერთხელ ურჩევს. ხელისუფლების ოპონენტები კი დიალოგს მხოლოდ ორ საკითხზე განიხილავენ: ხელახალი არჩევნები და დაკავებული პირების გათავისუფლება. ის, რაც ოპოზიციისთვის გამოსავალია, უსაფუძვლო და არალოგიკური მოთხოვნაა სახელისუფლებო გუნდისთვის. 2 დღის წინ გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში ემანუელ მაკრონი ყურადღებას ამახვილებს დიალოგის აუცილებლობაზე, რომელიც პოლიტიკოსებს და სამოქალაქო საზოგადოებას შორის უნდა შედგეს. დიალოგი არის ნორმალური დემოკრატიული ქვეყნების გზა კრიზისის განმუხტვისთვის. მაშინ, როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური ჯგუფები ერთმანეთთან ვერ საუბრობენ, ჩვენი გზა არის მშვიდობიანი კონსტიტუციური პროცესი და მათ შორის დიალოგი თარიღთან დაკავშირებით ხელახალ არჩევნებზე, ისევე როგორც სხვა ცვლილებებზე ადმინისტრაციიდან თუ კანონმდებლობიდან გამომდინარე, რაც აუცილებელია თავისუფალი და საფრთხიანი არჩევნებისთვის, ამაზე ჩვენ ღიად ვსაუბრობთ, რომ ეს არის აუცილებელი ნაბიჯი. არის ერთგვარი რბოლა იმ დაახლოებით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ინაუგურაციამდე დაახლოებით ერთგვარი რბოლა, რომ მაქსიმალურად დააზიანონ საქართველოს ხელისუფლება, მათ შორის გარკვეული ძალების დუმილი არჩევნების შეფასებასთან დაკავშირებით. სწორედ ამაზეა გათვლილი, რომ თუ რამენაირად შეძლებენ და მაქსიმალურად დააზიანებენ ხელისუფლებას დავაზიანოთ, კი ბატონო, თუ არა და რაღაც ეტაპიდან მერე დავიწყოთ ურთიერთობების ადგენა. ჩვენი პასუხისმგებლობა არის ძალიან მარტივი და მნიშვნელოვანი მოსახლეობისადმი, რომ ჩვენ ვართ პასუხისმგებლები ამ ქვეყანაში მშვიდობის და სტაბილურობაზე და ჩვენ ამ პასუხისმგებლობით გავაგზავნებთ თითოეულ ქმედებას. განსხვავებული მოცემულობა დედაქალაქის მთავარ გამზირზე რუსთაველზე ერთმანეთის პირისპირ ნაძვის ხის ანთების მოლოდინში მყოფი და საპროტესტო აქციაზე მისული ადამიანები აღმოჩნდნენ. დედაქალაქის მერმა 7 საათზე დაგეგმილი ღონისძიება თავად შესაძლო პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით გააუქმა. ღონისძიების დაწყების მოლოდინში მყოფ ადამიანებს მოგვიანებით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დემონსტრანტებს კი სალომე ზურაბიშვილმა მიმართა.
ასე გამოიყურებოდა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია 14 დეკემბერს. საკანონმდებლო ორგანოს მარცხნივ აქციის მონაწილეები იყვნენ შეკრებილი. მარჯვნივ კი თავისუფლების მოედანზე ის ადამიანები, ვისაც 7 საათზე ქვეყნის მთავარ გამზირზე ნაძვისხის ანთების ცერემონიაზე სურდა დასწრება. პროვოკაციის თავიდან აცილების მიზნით ვითარებას ადგილზე აკონტროლებდა პოლიცია. საბოლოოდ ნაძვისხის ანთების ღონისძიება გადაიდო. მივიღეთ გადაწყვეტილება გადავდოთ საახალწლო ნაძვისხის ანთება, საახალწლო ზეიმი. მიზეზი დედაქალაქის მერმა თავად განმარტა. კახა კალაძემ თქვა, რომ რუსთაველის გამზირზე შეკრებილების მხრიდან შესაძლებელი იყო გარკვეული პროვოკაციების მოწყობა. დაპირისპირების თავიდან არიდების მიზნით კი მერმა თავისუფლების მოედანზე შეკრებილ მოქალაქეებს მოუწოდა პარლამენტისკენ არ წასულიყვნენ. დავაანონსეთ საახალწლო ნაძვისხის ანთება. ეს არის საზეიმო ღონისძიება, რომელიც პირველ რიგში ეკუთვნის ჩვენს პატარებს, ბავშვებს, თუმცა რადიკალურმა ოპოზიციამ აქაც კი იკადრა უკადრებელი და ნაძვისხის წინ ბავშვების ადგილი დაიკავა. რუსთაველის გამზირზე შეკრებილი არიან აგრესიული მომიტინგეები, რომლებმაც უკვე მოაწყვეს რამდენიმე პროვოკაცია, მათ შორის შუშის ბოთლები ისროლეს სცენის მიმართულებით. ჩვენ პროვოკაციებთან დაკავშირებით გუშინაც მოვისმინეთ სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომ ისინი ემზადებოდნენ პროვოკაციების მოწყობისთვის და არ მისცემდნენ პატარებს საახალწლო ზეიმის გამართვის შესაძლებლობას. ამ ფონზე ლოგიკურია ჩვენ გვინდა მოუწოდოთ ჩვენს თანამოქალაქეებს, იმ ადამიანებს, ვინც მოდიოდა აღნიშნულ ღონისძიებაზე, უამრავი ჩვენი თანამოქალაქე შეკრებილია თბილისის საკრებულოსთან, ბავშვებთან, პატარებთან ერთად და რა თქმა უნდა, მათ არ მივცემთ საშუალებას, რომ წავიდნენ რუსთაველის გამზირის მიმართულებით და გვინდა მათ მოუწოდოთ დაშლისკენ. ბავშვების ინტერესები რადიკალურ ოპოზიციას რომ არაფრად მიაჩნია, ჯერ კიდევ მაშინ გამოჩნდა, როდესაც სკოლებში პოლიტიკური კამპანია წამოიწყეს. საზეიმო ღონისძიება გაიმართება მაშინ, როდესაც რადიკალური ოპოზიცია არ გადაეღობება ბავშვებს და მათ მისცემს ნაძვისხის ანთების შესაძლებლობას. პარალელურად აქციის მონაწილეები პარლამენტის წინ იმყოფებოდნენ. ნაძვისხესთან კი სალომე ზურაბიშვილი მივიდა და დემონსტრანტებს მიმართა. ბარბარობაზე ჩემთან მოდიან. მე მინდა რომ ისურვოთ. შენობი ამოწაღავო. მე ვარ თქვენ არავის არ დაუშვია. არც ერთ პროვოკაციას დედაქალაქის მერის მოწოდების მიუხედავად თავისუფლების მოედანზე შეკრებილებმა ქვეყნის მთავარი გამზირის მიმართულებით მაინც გადაინაცვლეს. მათთან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მივიდა. მამუკა მდინარაძემ შეკრებილებს მიმართა და დაშლისკენ მოუწოდა. არ არის მარტივი ამბავი. ხო ხედავთ ყველაფერზე მიდიან, ყველაფერზე არიან წასვლები. ხო, ესე მაგას რაც ეძახიან მე ხო იცით? მაგას ეძახიან წმენდას, დავის დემოკრატიულ უკუსლას, ისე მთელი ნახევარი მსოფლიო ჩვენ გვეჭიდაება. ხო მესმის. გავიგე, მიღებულია. მესმის. მე ჩვენი ხალხი გვიყვარს და მაგიტომ. ანუ ისინი ყველაფერზე წამსვლელები არიან და ჩვენ შევხედოთ აქ ბევრი ბავშვი არ იყო და იმ ცოტა ბავშვს ექნებოდა ხო აუცილებლად და ჩვენ ამას მოვერიდე და დიდი მადლობა რომ მითვალისწინებ და დავიშალეთ. უმრავლესობის ლიდერის მიმართვის შემდეგ ვითარება განიმუხტა და შეკრებილებმა დაშლა დაიწყეს. საკრებულოსთან მივიდნენ მე-11 მოწვევის პარლამენტის სხვა დეპუტატებიც და ხალხს მათაც უთხრეს, რომ ნაძვისხის ანთება დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით გადაიდო. და სრულიად საქართველოს უსურვო მშვიდობა, ერთობა და ვთხოვოთ ჩვენს მოსახლეობას, რომ გაურთხიდნენ ერთმანეთს, პატივისცენ ერთმანეთისას. ჩვენი მოსახლეობა იზეიმებს ძალიან დიდ გამარჯვებებს. პროვოკაციები ხდება მათი მხრიდან და ჩვენ ყოველთვის ვზათვართ, რომ მშვიდად
ავარიდოთ თავი ამ ყველაფერს. შევიკრიბეთ ყველა ერთად და ნახეთ თუ რამდენი ადამიანი იყო და შევეცადეთ რომ ყველაფერი ყოფილიყო ისე როგორც თითოეულ ქართულს გაგვიხარდებოდა, მაგრამ არსებობენ ისეთ ჯგუფები, ვისაც კიდევ ჩვენ ვფრთხილდებით იქით და აქედან გამომდინარე დღეს არ გადაიდგა ეს ნაბიჯი, რაც ზიანს მოუხდა და თითოეულ მათგანს. მადლობა ყველა აქ მოსულ ჩვენ მხარდაჭერს, ყველა იმ ადამიანს, ვისაც უნდა გაზიარება საახალწლო განწყობის და ეს აუცილებლად გაკეთება, ეს იქნება თვალი იქნება აუცილებლად ვპირდებით რომ ჩვენი თბილისი უფრო მეტად განათდება და გალამაზდება. ჩვენს ამორჩევას ძალიან კარგად ესმის ჩვენი და რა თქმა უნდა ჩვენ ყველა ადამიანი გვიყვარს, ვინც ჩვენი თანამოქალაქე არის. აქედან გამომდინარე ჩვენ არ გვჭირდება გართულება სიტუაციების. სადღესასწაულო ღონისძიებაზე მისულებმა დედაქალაქის მთავარი გამზირი დატოვეს. რუსთაველის გამზირზე კი ისევ მხოლოდ აქციის მონაწილეები დარჩნენ. სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესით კიდევ ორი აქტივისტი დააკავეს. სტუდენტები ნიკო მანაგაძე და ნიკა კალანდაძე პოლიციამ კოსტავას ქუჩაზე აიყვანა. ადვოკატებმა დაკავებულები დიღმის იზოლატორში უკვე მოინახულა. მათ პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავებიან სასამართლომ ადმინისტრაციული დარღვევის საქმეებზე 48 საათის განმავლობაში უნდა იმსჯელოს. სამართლოს შენობაში გადაყვანისას მას თხოვდნენ გაიხსნა ტელეფონი, შეეყვანა პინ-კოდი, ვითომ და იმეი კოდის მიღების მიზნით და ამაზე ნიკომ თანხმობა განაცხადა, რომ მას არ ჰქონდა პრობლემა და თავად ეტყოდა ამ კოდს, რა დროსაც ხელიდან წაგლიჯეს ტელეფონი და 9 საათის განმავლობაში პინ მოხსნილი, ასე ვთქვათ, ჰქონდათ გვერდით ოთახში გატანილი. აბსოლუტურად იგივე გარემოებები იკვეთება კალანდაძეს დაკავებასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ის იმყოფება და ნიკოლოზ მანაგაძესთან ერთად და სწორედ იდენტური შაბლონური მუხლით მოხდა მის მიმართაც ოქმის შედგენა. გუდაუში მომხდარ ტრაგედიაზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. ერთ-ერთ კომერციულ ობიექტში ნაპოვნი 12 ცხედრიდან 11 უცხო ქვეყნის ერთი კი საქართველოს მოქალაქეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით პირველადი დათვალიერებით ცხედრებს ძალადობის კვალი არ აღენიშნებათ. შემთხვევა ინდური რესტორნის მეორე სართულზე მოწყობილ საძინებელ სივრცეში მოხდა, სადაც დაღუპულებს ფართი ჰქონდათ ნაქირავები. წინასწარი ინფორმაციით უბედური შემთხვევის მიზეზი CO2 ინტოქსიკაციაა. ახალგაზრდები სავარაუდოდ ბუნებრივი აირის ნამწვით მოიწამლნენ. საგამოძიებო უწყების ცნობით საძინებელი ოთახების სიახლოვეს შიდა დახურულ სივრცეში განთავსებული იყო გენერატორი, რომელიც სავარაუდოდ მას შემდეგ ჩართეს, რაც ობიექტს დენის მიწოდება შეუწყდა. ფაქტზე გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით მიმდინარეობს. გვიანღამით რუსი სამხედროების იერიშის სამიზნე მიკოლაევი იყო. შეტევის შედეგად 2 ადამიანია დაშავებული. აფეთქების ხმა ისმოდა სუმის ოლქშიც. ამ ფონზე გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი შეცდომად მიიჩნევს მათი მხრიდან უკრაინისთვის შორმანძილზე მოქმედი იარაღის მიწოდებას და ასევე რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში იერიშების მიტანას. გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ მისი ხელმძღვანელობით გერმანია უკრაინის მეორე უმსხვილესი სამხედრო მხარდამჭერი გახდა. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით მათ აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კურსკის ოლქში უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგ ბრძოლაში ჩრდილო კორეულ ჯარისკაცებს იყენებენ. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, პუტინს არ სურს მშვიდობა და ცდილობს აზიასა და მთელ მსოფლიოში პრობლემების შექმნას. უკვე არსებობს წინასწარი მონაცემები იმის შესახებ, რომ რუსებმა დაიწყეს შტურმებში ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების გამოყენება შესამჩნევი რაოდენობით. ფაქტობრივად მოსკოვმა ამ ომში კიდევ ერთი სახელმწიფო ჩაითრია, თანაც მაქსიმალურად ჩაითრია. და თუ ეს არ არის ესკალაცია, მაშინ რა არის ესკალაცია, რომელზეც ბევრი საუბრობდა. ჩვენ დავიცავთ თავს, მათ შორის ჩრდილო კორეელებისგანაც. ჩვენ განვაგრძობთ კოორდინირებულ მოქმედებას ჩვენს ყველა პარტნიორთან ერთად, რომ ეს ომი შევაჩეროთ საიმედოდ გარანტირებული მშვიდობით. ამერიკის შეერთებული შტატების, თურქეთის, ევროკავშირისა და არაბული ქვეყნების მაღალი რანგის დიპლომატები იორდანიაში შეიკრიბნენ, რათა სირიაში მიმდინარე მოვლენები განეხილათ. შეხვედრის დასრულების შემდეგ ლიდერებმა მედიასთან პრესკონფერენციაც გამართეს. ისინი შეთანხმდნენ, რომ სირიაში ახალი მთავრობის ფორმირება უნდა იყოს და ინკლუზიური და პატივის სცენ უმცირესობების უფლებებს. მოლაპარაკების მაგიდასთან იყვნენ ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, გაეროს სპეციალური წარმომადგენელი სირიაში და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი კაია კალასი, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრები თურქეთიდან და არაბული ქვეყნებიდან, თუმცა მოლაპარაკებებს არ ესწრებოდა სირიის წარმომადგენელი.
უამინდობის გამო გზებზე დაწესებული შეზღუდვები ყველა მიმართულებით მოხსნილია. გზების დეპარტამენტის ინფორმაციით შეზღუდვები რჩება მხოლოდ მაღალმთიან რეგიონებთან დამაკავშირებელ გზებზე, სადაც მხოლოდ მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობაა დაშვებული. რაც შეეხება ცენტრალურ მაგისტრალს, რიკოთის, საუღელტეხილო მონაკვეთსა და კობი-გუდაურის გზაზე დაწესებული შეზღუდვები უკვე მოხსნილია. სხვა მიმართულებებით ტრანსპორტი შეუფერხებლად გადაადგილდება. შეზღუდვების სხვადასხვა მიმართულებით უამინდობის გამო იყო დაწესებული. ამ დროისათვის ფაქტიურად ყველა მიმართულებით მოხსნილია შეზღუდვები, დაწესებულია მაღალმთიან რეგიონებთან დამაკავშირებელ გზებზე მხოლოდ მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. უახლოესი ინფორმაცია, რომ ცენტრალურ მაგისტრალზე რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე მოიხსნა მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილების პირობები და კობი-გუდაურის მონაკვეთზეც მოხსნილია აღნიშნული რეჟიმი. სხვა მიმართულებებით ტრანსპორტი გადაადგილდება შეუფერხებლად. სამგზავრო მატარებლების მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში განახლდა დღეიდან, ამის შესახებ განცხადება საქართველოს რკინიგზამ გაავრცელა. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო გუშინ სარკინიგზო რეისები, როგორც აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ და საპირისპირო მიმართულებითაც გაუქმებული იყო. რუსთავში ქალაქის მთავარი ნაძვისხე აინთო და საახალწლო სოფელი გაიხსნა. თავისუფლების მოედანზე მოწყობილ ნაძვისხესთან პატარებს ყინულის მოედანი, თოვლის ბაბუას ზღაპრის გმირები და საშობაო ბაზრობა დახვდათ. ნაძვისხის ირგვლივ მოწყობილ საშობაო სოფელში სტუმრებს ხელნაკეთი ნივთების სადღესასწაულო აქსესუარების გამოფენა გაყიდვა, გლინტვეინი და სხვადასხვა სახის ტკბილეული ჰქონდათ. საახალწლო სოფელი სადღესასწაულო განწყობით და სხვადასხვა სახის სიურპრიზით რუსთაველ ბავშვებს 7 იანვრის ჩათვლით უმასპინძლებს. ძალიან ლამაზი ნაძვისხე არის, მე მომწონს, ძალიან კარგად არის დეკორაციებული. რავი, რუსთავიც ძალიან გალამაზდა. 3 წლის წინ, 4 წლის წინ რო გეთქვა, რომ ქალაქი ესე გვაქვს მოწყობილი, მე არ დაგიჯერებდით. აი ხა ძალიან გავძლიერდით რუსთავი. ძალიან ლამაზი ნაძვისხეა. ახალი წლის განწყობა ძალიან კარგი მაქვს. გამიხარდა. საუკეთესო წელი იყო და ყველას გისურვებ შემდეგ წელსაც საუკეთესო. ძალიან ბედნიერი ვარ, მიყვარს ახალი წელი, ჩემს საყვარელი წელიწადის რო არის სამხარი და ეს წელი მინდა რომ იყოს ყველასთვის ბედნიერი და წარმატებული წელი. პირდაპირ ეთერში უბრუნდებით 3-ზე, მანამდე კი ყველა მნიშვნელოვან სიახლეს გაიცანით ჩვენს ვებგვერდზე. რუსთავი 2 წერტილი ჯითხრებით.